მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და ტალამაყურებლებო. დღეს მე განახებთ თუ რა გამომიგზავნეს თურქეთიდან. მომავალი ვიდეოსთვის საპირებრო გადავიღო ჩემი გარდერობი და დამიწერეთ კომენტარში უფრო კარგი აზრი თუ გაქვთ და მოდი დავიწყებ. აქ მაქვს უამრავი, მაქვს თმის შესაკვლელი რაღაცები, მაქვს საბადოყები, ასევე მაქვს საკანცელერიო რაღაცები და ტანსაცმელები რომლებიც ჩამოიტანეს და ჩემი ტანსაცმელების საერთოდ რაც მაქვს, იმის მინდა რომ გადავიღო გარდერობი. მოდი ახლა რადგან მე ძალიან მიყვარს საკანცელერიო ნივთები, დავიწყებ საკანცელერიოთი. პირველად გავხსნით აი ამას. ეს არის color kits. Color kits, აი ეს ფერებია ზუსტად. და არის 12 ფერი აქ. ხატი არა, სამწამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება და ეს არის color oil pastel. ფერადი ზეთის პასტელი. კარგი, რადგან ამას რაღაც გავს, რაც მე მაქვს, მოდი დავიწყებ. გავხსნებ აკვარელით. ბოდიში. ეს არის პრინტის აკვარელი. აი ეს დას, ამაში. ამას ასევე მოყვება ფუნჯი, ერთ წამამდე მოვიდა. აი ეს ფუნჯი მოყვება, ეს უბრალოდ ცისფერი გამოვიყენე და ეს არის გასწრულია, თორემ ეს იყო თეთრი, აი ძალიან ლამაზი შესახედ დავია თვითონ. კარგი, მოდი ახლა შემდეგზე გადავა. ეს არის გაურკვეველი რაღაცა. ვიცი რა არის, მაგრამ ვერ გავიგე რომ უნდა გავაკეთო. მოდი გავხსნით და ამოვიტან ეცელს. ეს არის ესეთი რაღაცა. ფეხს გავს რაღაცის ეს არის. კარგი, მოდი გადავიდეთ შემდეგზე. აქ მე მაქვს ჩემი ასაწყობები. თავს ერთი წამი. ეს არის ასაწყობების თავი და ამაში ვიდეოს მძივები და აი ესეთი მძივები. და ამ ძირებს შორის იყო ორი გამორჩეული ქვა. შეხედეთ, აი ეს ქვა და აი ესეთი ქვა. აი ეს არის ქვა და ეს ორივე მძივე ყოფილა. ამას მოყვება შემდეგ ასე ყურზე გადავიდეთ ასაწყობები და გადავიდეთ შემდეგზე. ახლა მე განახებთ წებოს, ესეც არის პრინტის წებო, თხევადი წებო. შემდეგ მაქვს აქ ფერები კალმების ნაკრები, აქ არის წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და მწვანე. შემდეგ მაქვს წითელი ფერების განსხვავებული ფერები, მუქი და ღია, რომელიც ჩრდილების გაკეთებაში მეხმარება ზოგადად. შემდეგ მაქვს ესეთი ფანქარი, ეს არის little fish, პატარა თევზი. მოდი გადავიდეთ ახლა სახაზო, აი შემდეგეთ აი ესეთი წებო, რომელიც აქ არის დამაგრებული და არ გიწევთ მოძება. შემდეგ მაქვს სახაზავთა ნაკრები. აქ არის დიდი სახაზავი, რომელიც არის 20 სანტიმეტრი. შემდეგ ეს არის მართკუთხა სამკუთხედი, თუ ესე დავაკვირდებით. ყოველ და სამკუთხედი და ტრანსპორტი, რომელსაც იზომება მართი კუთხე, ბლაგური კუთხე, მახვილი კუთხე და გაშლილი კუთხე. ახლა მე მოვჭი საკანცელერიო რაღაცებს, კი მოვჭი და ახლა ჩვენ გადავალთ ნივთებზე, რომელიც არის საბადოყები, პომადები და რაღაცები. ჩემთვის ყველაზე რაც გავახარა, ეს იყო ესეთი პომადა. აქვს ძალიან კარგი სუნი, ძალიან მაგარია.
შემდეგ გადავიდეთ აბადალკებზე. მაქვს 4 აჩვეულებრივი აბადალკა. პირველი არის ესეთი. ეს უფრო მსხვილია და უკან წევს თმას. ამას კბილები აქვს, აი ესეთი კბილები, რომელიც მიეხმარება და შეხედეთ თმას რაც უშვება. აი ესე ლამაზად წევს. ეს არის უბრალოდ სილამაზისათვის, მაგრამ ძალიან ლამაზია. ეს შეხედეთ ხარ. ნახეთ. და ბოლო არის აი ესეთი ჭკუიალა კულები. მოდი ახლა გადავიდეთ შესაკრავებზე. და მაქვს აი ასეთი შესაკრავი. სტაკაპურია. მაქვს ასეთი ვარდისფერი, ეს კარგად არ იკვრება, ამით უბრალოდ ეს სილამაზისთვისა. შემდეგ მაქვს აი ასეთი და მაქვს აი ასეთი. შემდეგ მაქვს ასეთი პეპელას ყელსაბამი და აი აქ შეგვიძლია რომ გავხსნათ ეს და როცა გავიკეთებ შევკრათ. შემდეგ მაქვს ბლოკნოტი, რომელიც გაყოსმილმა ხალხობისათვის წრეზე სადაც დავდივარ, აუცილებელია რომ ჩავიხაზოთ რაღაცა და ამისთვის თუ ის მჭირდება. და ერთი რაც არჩედა ყველაზე მაგარი ეხლა როგორც მოდაშია ყოველთვის ეს არის შანთა არც სადარ აქვს შესაძლებელი აი ესეთი შეგახსენდა არის ესე ძალიან პატარა აი ამ ხელას მაგრამ ეს სკოლისთვის არ არის უფრო შეღწევა პატარა ეს სკოლისთვის არ არის იმდენად და სულ ეს იყო ნივთები რომლებიც თქვენთვის მენახებინა შემეძლო რომ მენახა და დამიწერთ აუცილებლად კომენტარებში რა გადავიღო და თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო დამილაიქეთ და ასევე თხოვთ დამსუბსკრაიბეთ და გამოიწვიოთ ჩემი არხი. ნახვამდის